საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩვენს ქალაქში საზეიმოდ აღენიშნება რუსთაველებთან ერთად დილიდან ქალაქის ცენტრალურ მოედანზე. იმყოფებიან ქალაქის მერი, მისი მოადგილეები, საკრებულოს წევრები და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი. თემაზე უფრო დეტალურად თამთა ცირამუა ისაუბრებს, თამთა გისმენთ. ის გადამღები ჯგუფი ისევ და ისევ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე იმყოფება და ახლა უკვე 26 მაისს რუსთაველებს მიულოცავს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე. ბატონო დავით, შეაფასეთ დღევანდელი და მიულოცეთ რუსთაველებს დღევანდელი დღე. პირველ რიგში გულწრფელად მინდა რუსთაველებს მიულოცოთ დღევანდელი დამოუკიდებლობის დღე. მე ასევე მინდა ყველა რუსთაველს სრულიად საქართველოს მიულოცო მერაბ კოსტავას დაბადების დღე. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მონაპოვარი. ამ მონაპოვარს დაცვა ჭირდება ჩემო რუსთაველებო და ჩვენ ყველამ ერთმანეთს გვერდით უნდა დაუდგეთ და ერთად უნდა დავიცვათ ეს ჩვენი მონაპოვარი, რასაც დამოუკიდებლობა ქვია ჩვენს აი ამ განვლილ გზაზე. დღევანდელი ეს ჩვენი ღონისძიებები მიძღვნილია ზუსტად ამ დღესთან დაკავშირებით და თქვენ ხედავთ რომ ხალხმრავლობა გვაქვს. ადამიანები გამოდიან, თავიანთი სიხარულს, თავიანთ სიყვარულს გამოხატავენ ამ დღესთან მიმართებაში. ეს არის ერთ-ერთი დღე, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, მაგრამ ყოველი დღე ჩვენი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დღე იქნება ყოველთვის. ჩემო რუსთაველებო, გილოცავთ, გისურვებთ წარმატებებს, წინსვლას და ბედნიერ ცხოვრებას ყოველთვის.